დუსელდორფში ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. მასში ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია ქართული ღვინის მხარდაჭერით ქართული ღვინის წარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა წლის მთავარი მოვლენაა ღვინის წარმოებლებისთვის, რადგან საშუალება აქვთ წარდგინოს საკუთარი პროდუქცია და მოიძენ ახალი იმპორტიორები. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის ორი დეგუსტაცია გაიმართა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალის ღვინობის სტენდზე. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 14 დასახელების ქართული ღვინო. Wird ausgepresst, wird dann auf der Maische stehen, die allerdings nicht mehr benutzt werden. Wir kennen Baroli. გამოფენის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია. სტუმართა რაოდენობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველო როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. რასაკვირველია, დიდი ინტერესია ქვეურის ღვინისადმი და ქართული ღვინის ჯიშებისადმი. უსურვებ ქართულ ღვინოს წარმატებას და წინსვლას. წელს 23 კომპანია არის წარმოდგენილი ქართულ სტენდზე. ამდენი კომპანია არც ერთხელ არ ყოლია ჯერ დუსელდორფში და ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობით იქნება საქართველოს სტენდი. მრავალი ჩვენი არსებული პარტნიორი გავიცანით პროვაინზე, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა არის ზოგადად მთლიანად მსოფლიო მეღვინეობისთვის და რა თქმა უნდა ქართული მეღვინეობა. მნიშვნელოვანია ყველასად პირველ რიგში იმით, რომ მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია ქართული ღვინო და ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დააგემონოს და თვითონ ღვინის კომპანიებსაც აქვს შესაძლებლობა შექმნან იმპორტიორებს